აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 100 და 256 მუხლებით. ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების სტატისტიკა, პროცედურები და სამოქმედო ინსტრუქცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოციალური მომსახურების თანამშრომლებს გააცრეს. ღონისძიება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის ორგანიზებით რეგიონების სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაიმართა. კონფერენცია ერთდღიანია და დღის ბოლოს დასრულდება. ინფორმაცია არის დამოკიდებული, სტატისტიკა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად ხდება ძალადობის ფაქტების რეგისტრაცია. სულ რამოდენიმე ერთი წელია, რაც ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაბამისი მექანიზმები და ინსტრუმენტები იქნა განვითარებული. თბილისსა და რეგიონებს შორის მკვეთრი განსხვავება ასეთი არ შეინიშნება. ეს ფაქტები არის როგორც ყველა შემთხვევაში არის ასე ვთქვათ ერთნაირი სიხშირით. სისტემა ყალჩამოყალიბების პროცესშია მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. ეს არის რამდენიმე კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს. დროულად დავინახოთ, ვის უჭირს, რა უჭირს, როგორ შევაფასოთ, როგორ უჭირს და ადეკვატური დახმარება